ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საქართველოს ეკლესიას გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებს და ასეთ კომენტარს გვთავაზობს: უნდა იყოს აუცილებლად გამჭვირვალე ნებისმიერი სხდომა, მათ შორის სინოდის სხდომებიც კი. საზოგადოებამ თვითონ დაინახოს, რა საბავშვო თეატრთან გვაქვს საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ არა, მე პირადად, როდესაც სატელევიზიო აქტიურობები იყო და თავგანწირულად ვამხელდი არსებულ პრობლემებს ეკლესიაში, მამა დოროთეს, როგორც ვიცი, თუ მოქმედი არა, ყოფილი მისი მოძღვარი მეუფე ექვთიმე საგარეჯოს მთავარეპისკოპოსი გამომიგზავნა საპატრიარქომ, რომ თითქოს დამაზიანებელი იყოს ძალიან ჩემი გამოსვლები და მე იქნებ შევხვედროდი პატრიარქს და თავი შევეკავებინა სატელევიზიო ეთერებში ხმამაღალი საუბრებისგან. საინტერესოა დღეს მისი მოძღვარი მასთან მიავლინეს თუ არა. ყველაფერი ზნეობრივ დაცემას სისტემურ დანაშაულს უკავშირდება. პირველხარისხოვანი ბოროტება არის ზნედაცემული, უკანონო ნეოსაბჭოთა საპატრიარქო, მისი კაგებეშნიკური მეთოდებით, რომელმაც ქრისტიანული მართვა არ იცის და არ შეუძლია სისტემის. ამიტომ არაქრისტიანულ რეალობასთან გვაქვს საქმე და ამ არაქრისტიანული მმართველობის, მათ შორის მცხეთა თბილისის ეპარქიაში, მსხვერპლი არის ასევე არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ასე ამბობს მეუფე პეტრე ცაავა, ხოლო რა სიტყოდა ზარათუსტრა, საკითხავი აი ეს არის.